ფორმების საქართველოს საჯარო სკოლებში სიახლე ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება. განათლების მინისტრის განმარტებით ბაზრის კვლევების საფუძველზე უპირატესობა მიენიჭა ჩინურ კომპანიას, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანია ვალდებული იქნება სასკოლო ფორმების საქართველოში 3 ეტაპად გამოაგზავნოს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეები ფორმებს უფასოდ მიიღებენ. ახალი სასწავლო წლიდან 15 სექტემბრიდან ეტაპობრივად პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან სკოლის ფორმებით. ამ მიზნით ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, რომლის საფუძველზეც შეირჩა კონკურენტუნარიანობიდან გამომდინარე ჩინური კომპანია, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება და მათ ეტაპობრივად 3 ეტაპად უნდა მოგვაწოდონ სასკოლო ფორმები 1.801.000 ერთეული. იმისთვის რომ ჩვენ მოვახდინოთ ამ ფორმების რეალიზება. აქვე ხაზგასმით აღნიშნავ, რომ ყველა ის ოჯახი, რომელიც 65,000 ქულით ან უფრო ნაკლებით არის შეფასებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმის ერთ პიჯაკს და ორ შარვალს ბიჭების შემთხვევაში და ერთ პიჯაკსა და ერთ შარვალსა და ერთ ქვედაბოლოს გოგოების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიიღებენ. შეპეს საგანმანათლებლო რესურსები, რომელიც პასუხისმგებელია ამ ხელშეკრულების შესრულებაზე და ზედამხედველობს მის განხორციელებას, ამ შეპესის ხელმძღვანელობა ამჟამად იმყოფება ჩინეთში, სადაც დეტალურად ეცნობა იმ პროცესს, თუ როგორ მიმდინარეობს სასკოლო ფორმების შეკერვა, რამდენად გრაფიკი დაცული არის და რამდენიმე ქარხანაში ერთდროულად მიმდინარეობს ეს პროცესი. გრაფიკი აბსოლუტურად შესაბამისობაში არის შეთანხმებასთან და საზოგადოებას გვინდა ვაუწყოთ, რომ გუშინ უკვე პირველი სატვირთო მანქანები დაიტვირთა 70,000 ერთეული ფორმით და უკვე გამოემგზავრა საქართველოსკენ, რაც აბსოლუტურად შეთანხმების ვადების შესრულებაზე მიუთითებს და ჩვენ პირველ პარტიას დაახლოებით 20-დან 25 აგვისტომდე ველოდებით, ხოლო ფორმების რეალიზება კონკრეტულ ობიექტებში, რის შესახებაც საზოგადოებას წინასწარ დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია, შესაძლებელი იქნება უკვე 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.